რას ვაპირებთ ახლა? აი პროსტა ვდგავარ, ვფიქრობ და ვერ ხვდები, მე რატო უნდა გიკეთებდე მანქანას? მე თვალები კარგად რომ გაგეხირა კუკლა, ხო? აი აქ აღარ ვიდგებოდით ახლა. ანუ შენ რას ამბობ, რომ ჩემი ბრალია? ამ შენი ბრალია, აბა ჩემი ბრალია, მე ჩემთვის მოვდიოდი მთავარ გზაზე. აუ, მისმინე? ცხოვრებაში გზაზე უფრო მთავარი რაღაცეებიც არსებობს რა. და აი ესეთი ზედაპირული ნუ იქნები ძალიან გთხოვ, ჩემი რჩევა. კაი, ხო, ახლა, კაი, всё, დავივიწყოთ რა ეს ყველაფერი. აუ, სამაგიეროდ ხო დაუმეგობრდით? და ძალიან საყვარელი ხო ხარ ჩემი? აუ, ძალიან, აი, როგორ მიყვარხარ ისი? აუ, ძალიან მიყვარხარ. ჩემს ვიტყვებს, ნუ იმეორე, გულში ხარ შენ. გაჩე. გოგო, საპატრულო ჯარიმა ხო შენ გადამიხადე? ანუ ევაკუატორის ჯარიმაც ხო შენ გადაიხადე? ანუ მანქანის გაკეთებასაც ხო შენ აპირებ? ხო. ხო და ეხლა მომისმინე, ჩამოსასხმელ ყავაზე უნდა დაგპატიჟო და თავი არ გაიგიჟო გთხოვ რა. უნდა ჩამოგის, ანუ რაღაცით მინდა რომ პატივიქცე. კაი, არ მიგნახოთ რა. მიდი რა გთხოვ რა. აი, ხელს მოვიდა. მოკლედ ხო, მოკლედ შევამოწმე თქვენი ავტომობილი და რა ვიცი. ძალიან არის დაშავებული, მოკლედ. აი, ძალიან მაგარი ავარია მომხდარა როგორც ჩანს რა და თქვენი რა მდგომარეობაშია უკვე? ჩემი? დიახ. ჩემი არის იდეალურ მდგომარეობაში რა. ესე იგი თავიდან რო ვიყიდე მაშინაც ხო იდეალურ მდგომარეობაში იყო, ერთი ნაკაწრი არ ქონდა მანქანას. აი ერთადერთი რაც არ მომწონდა, აი ის რადიო არ იჭერდა რა. მაგრამ პროსტა ისეთ ხელოსანთან მივიყვანე, აი გავგიჟდი რა. ეგრევე მითხრა რომ კატალიზატორის ბრალიაო რა. ჩამიხსნა ეგრევე გოგო და 5 წუთში მუშაობა დაიწყო რა. ხო და თან პროსტა ისეთი კეთილშობილი იყო. 30 ლარი გამომართა. აი ზოგი გამწეწავდა. აი ხვდები რომ კეთილი ადამიანი რომ აი ახლა ამ ცხოვრებაში ძალიან რთული არის მოსად. ძალიან გაგიმართლათ კი. ძალიან გაგიმართლათ. კარგი, მოდი რა, თქვენ მანქანას რაც შეეხება, მოკლედ. დიახ, ისმენთ. პერებოი აქვს. ანუ პერებოი რო აქვს, ვიცი და კიდე პერებოის გარდა სხვა რაღაცეებიც აქვს. აბა თქვენი აზრით რატო ვიყიდე მანქანა? კარგი, მომისმინეთ, მოკლედ. გისმენთ. პერებოი აქვს. დიახ. გარდა ამისა, რადიატორი არის გახეთქილი. გიტარა არის გაფუჭებული და ნუ ვიზუალურად კიდე ბამპერი არის გაფუჭებული და უნდა შევცვალოთ ესეც. აი, აუ, რა უჟმური კაცია, ამას უყურე რა. და რა უარყოფითი ენერგია გამოაფრქვია, ხვდები? ანუ რაც ცუდია, ტიპმა ყველაფერი ჩამოთვალა და რაც კარგია, იმას რატო არ იძახით? ბოღმა რა, იმიტომ ვერ ვიტან ქართულ კაცებს, ყველა ერთნაირია დაო. კარგი, მომისმინეთ, მოკლედ. ამ პერებოის რაც შეეხება, მივხედავ მაგას გავაკეთებ, არ არის პრობლემა. ხო. მაგრამ რადიატორი ვერ ვიშოვნე, იმიტომ რომ თქვენი ავტომობილი არის ჯიპი და თქვენი ზომის რადიატორი მე ფიზიკურად არ მაქვს. თუ თქვენ იშოვით, მე დავაყენებ, არ არის პრობლემა. აუ, რა ვიცი, იმას კითხეთ რა, ხო, აი, თუ იშოვით თქვენ, მე დავაყენებ, მოკლედ. ჯიპი ვის ეყოლებ? რა ვიცი, ვის ეყოლებ? მოიცა? ვისთან რეკავ? ალო, დამლოცეთ მამაო. შეგეწიოთ მამაო. ამინა ბარა მამაო. დიახ. კი მშვიდობა, უბრალოდ რა მაინტერესებს იცით? აი, თქვენს ჯიპზე გლადიატორის პრობლემა რო იყო. რადიატორის. ვაიმე, შემინდეთ მამაო, რადიატორის. აი რომ მითხრათ, სად ვიყიდოთ, აი სწორ გზაზე რომ დამაყენოთ. დიახ. კარგი, დიდი მადლობა მამაო. ანუ რაო? აუ, მრევლმა შემომწირა და არ ვიციო. აუ, ვაფშე რო ეგ რადიატორი რო დავიკიდო, ძალიან გჭირდება? ჭირდება ხო, მაგრამ იქნებ მე ვიშოვო, კარგი. და გარდა ამისა კიდე გიტარა არის გაფუჭებული, მოკლედ. აუ, ეხა, ამას თუ გიტარა ედო მანქანაში რაც შემიბრალია, ეგეც ჩემი გასაკეთებელია? მოიცა ერთი წუთი, რა ეხა მართლა დავიბენი რა, ანუ არასწორად მოვედით თქვენთან? ანუ გიტარისტთან უნდა წავიდეთ? აუ, რა დროს მუსიკა და გიტარაა, გეხვეწები? არა, კარგი, მოდი. სწორად მოხვედით, მე გავაკეთებ მაგასაც. ეს ყველაფერი რაც ჩამოგითვალეთ, დაგიჯდებათ 2000 ლარი და გავაკეთებ. აი, რა ამბავია 2000 ლარი და ნაცნობობით ცოტა დაბალფაში არა? და რო არ ვართ ნაცნობები?
ხო, მაგრამ მანქანა ხო ჯერ არ კეთდება, ანუ ცოტა დრო ჭირდება და ამასობაში ჩვენც რაღაც ნავახობთ. არა, ეხლა მაღაზე ნაკლებ ფასად ვერ გაგიკეთებთ ფიზიკურად, ანუ ისედაც მინიმალური ფასი გითხარით. აუ ისე ჩემი მანქანაც უნდა მოვიყვანო თქვენთან. და რა ჭირს თქვენ მანქანას? იცით რა ჭირს? აი ესე ყოველდღე მომდის ჯარიმები და ესე გავიყიდები და მაინტერესებს რის სიბრალია რა, მე ვერ გავუგე. ხო, ნუ ეხა ეგ და კიდევ იცით რა მინდა? აი იქ წინ პატარა სარკეროა. ეგ მინდა რომ ცოტა აი აქამდე მწვდებოდეს რა. იმიტომ რომ იმ დღეს მივდიოდი ჩემ მეგობრის ქორწილში და თურმე ზედა მქონდა დასრული და ვერ დავინახე. კარგი, მოკლედ, რა ვიცი, მოიყვანეთ და შევხედავ, შევამოწმებ, არ არის პრობლემა. თანხას შენ ჩაგირიცხავ ბარათზე და მე მეჩქარება უნდა გავიდე რა. მაგრამ ეხა ძალიან მენანები გასაშვებათ, იცი? აი ზუსტად ვიცი რომ ძალიან მომენატრები და ეხაც მეტირება რაღაცნაირად რო ვერ გნახავ. იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდი და ხო ხვდები ძალიან ჩემად მიგიღე. მაკიაჟი არ გამიფუჭე ეხა მე ძალიან ცუდად ვარ. მოდი რა ერთი ჩაკითხო. ხო იცი თბილისი პატარა ქალაქია და სადმე გადავიკვეთებით რა. ხო გადამეკვეთე რა. ხო და რო გადაიკვეთებით გოგოებო, მე აქ ვარ და რა ვიცი, გამომიარეთ, არ არის.